მოგესალმებით, დაახლოებით 1 თვის წინ ჩავწერე ვიდეო მარადიული დაბრუნების შესახებ. ეს ვიდეო დიდათ არ მომეწონა სიმართლე რო გითხრათ, რაღაც ტექნიკური ხარვეზები ჰქონდა, ამიტომ გადავწყვიტე რომ ხელახლა ჩამეწერა ეს ვიდეო, რადგან ზუსტად ისე გადმოვცე, როგორც რეალურად ფიქრობ და არის ჩემი დაკვირვება ამ მარადიული დაბრუნების თეორიის შესახებ. მოკლედ, ისტორია იწყება აქედან. მეცნიერებმა კონკრეტულ დროს აღმოაჩინეს დიდი აფეთქების თეორია. რას ნიშნავს ეს დიდი აფეთქება? მოდი ჯერ აქედან დავიწყოთ და ეტაპობრივად ნელ-ნელა გავყვეთ. ჩვენ სადაც ცხოვრობთ, აი მთლიანი გალაქტიკები, სადაც არის მოთავსებული, ამ მთლიან ტერიტორიას, მოდი ეს ტერმინს გამოვიყენებ, მეცნიერულად მოკლედ ვიცით რომ ქვია უნივერსი. ეს უნივერსი ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ეს მთლიანი მატერია, რაც კი არსებობს სამყაროში, აი ამ უნივერსში არის მოთავსებული. უნივერსის მიღმა რა ხდება ჩვენთვის ჯერჯერობით, ანუ მხოლოდ თეორია არის და არ ამგონია, რომ საერთოდ ოდესმე კაცობრიობამ გაარკვიოს უნივერსის მიღმა რა ხდება. აი ამ გალაქტიკების და ამ მატერიის მიღმა საერთოდ რა ხდება, ეს გაურკვეველი თემა არის და მოდი ამაზე რა თქმა უნდა ჩვენ არ ვისაუბრებთ. ანუ თემა დავიწყე იქიდან, რომ აი ეს მთლიანი სამყარო არის მოთავსებული ერთ წერტილში. და ეხლა ეს რას ნიშნავს? შეიძლება ცოტა დავიბნეთ, რომ აი რას ნიშნავს ერთ წერტილში არის მოთავსებული, თუმცა ამას ვიდეოს შემდეგ აუცილებლად კარგად გაირკვევა ეს ყველაფერი, თუ რატო არის საჭირო რომ მთლიანი სამყარო იყოს ერთ წერტილში მოთავსებული. ასე რომ პირდაპირ დავიწყოთ იმ წერტილიდან, საიდანაც ფეთქდება სამყარო. მოკლედ, იყო არაფერი, იყო ერთი წერტილი, რა ვიცი, შეგვიძლია წერტილიც კი არ დავარქოთ, ანუ ზომაში იყო იმხელა სამყარო, რომ ამის გასაზომად ჩვენ არანაირი ერთეულები არ გაგვაჩნია, ანუ იმ დონეზე იყო პატარა. აქედან შემდეგ ფეთქდება სამყარო და იწყებს გაფართოვებას. ამ აფეთქების ენერგიის ხარჯზე განიცდის სამყარო გაფართოვებას. იზრდება ამ ენერგიის ხარჯზე, ამ გადყორცნილი ენერგიის ხარჯზე განიცდიან ერთმანეთისგან დაშორებას, ანუ სამყარო იწყებს გაფართოვებას. მარადიული დაბრუნება აქ რა შუაში არის, ხო? შეიძლება გაგვიცეს ესეთი კითხვა. ან თემა იმაში მდგომარეობს, რომ რაღაც გარკვეული დონეს რომ მიაღწევს ეს გაფართოვება, ხო? ის კარგავს ენერგიას, ის საფუძველზეც შორდება ერთმანეთს ეს მატერიები. ეს გალაქტიკები, რის საფუძველზეც ერთმანეთს შორდება, ხო? რაღაც მომენტში აუცილებლად შეწყვიტავს ერთმანეთისგან დაშორებას. რაღაც მომენტში ჩერდება სამყაროს გაფართოვება იმ მარტივი მიზეზით, რომ ის ენერგია, რამაც გადყორცნა ეს ნაწილაკები ერთმანეთისგან და დაიწყო გაფართოვება, უკვე იმ დონეზე არის გაბნეული, რომ ამ ენერგიამ უკვე დაკარგა ძალა იმისა, რომ ერთმანეთს დააშოროს ნაწილაკები. ხოლო აი ამის შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო მომენტი. როდესაც გაჩერდება ეს გაფართოვება და ეს ხდება, რა ვიცი, მილიონობით წლების შემდეგ, ანუ ძალიან უსასრულო წლების შემდეგ არის ეს პროცესი. ჩვენთვის წარმოუდგენლად დიდი დრო არის ის პერიოდი, რაზეც ეხლა მე ვსაუბრობ. ამ მომენტში აგრძელებს სამყარო გაფართოვებას და ძალიან დიდი ხანი კიდევ გაფართოვდება. უბრალოდ, ანუ მე მაქვს საუბარი პროცესი, ამას ვერ ჩვენ მოვესწრებით და ვერც ჩვენი მომავალი ასე თაობა. მოკლედ, წყვეტს განვითარებას მიზიდულობის ძალის დამსახურებით ეს ნაწილაკები ისევ ერთმანეთს უახლოვდებიან. აი, წარმოვიდგინოთ, დედამიწა მრგვალი არის, იმიტომ რომ დედამიწის ცენტრში მოთავსებული მასა იზიდავს ერთმანეთს. ეს ციური სხეულები მრგვალი არის იმ მარტივი მიზეზით, რომ თავს იზიდავს ყველა მხრიდან და შესაბამისად დაახლოებით მრგვალ ფორმას იღებს ეს ციური სხეულები. ხო და აი ამ მარტივი მიზეზით, რასაც ქვია მიზიდულობის ძალა, რაც ჩვენ გვაქვს ფიზიკაში და ეს აღმოჩენილი არის, რომელიც თუ არ ვცდები, თავში რო დაეცა ვაშლი იმ ადამიანს, რა ქვია, აი მაგას ვიხსენებ.
ნუ მოკლედ ხვდებით ვისეც მაქვს საუბარი, ცნობილი ადამიანი, არ ვიცი რატო ამომივარდა თავიდან, ეხა დასერჩვაც მეზარება, იმიტომ რომ თქვენ უკვე გეცოდინებათ პასუხი და ამიტომ არც არის საჭირო. Oh, hell no! მიზიდულობის ძალის დამსახურებით სამყარო იწყებს ისევ შევიწროვებას. აი ახლა ლოგიკურად რო დავაკვირდეთ, ნახე, აი სად მიდის ეს ყველაფერი, ხო? ერთი galaktika მეორეს მიიზიდავს, ამის მიზიდულობის მასა იმ დონეზე გაიზრდება, რომ შემდეგ უკვე წარმოიქმნება შავი ხვრელები. მოკლედ განმარტავ ახლა რას ნიშნავს შავი ხვრელი, ეს ცალკე თემა შეიძლება დაეთმოს, თუმცა ამ თეორიის უკეთესად გასააზრებლად აუცილებელია, რომ ახლა ორიოდე სიტყვით განმარტავ. ეს შავი ხვრელი იმ დონეზე დიდ მასას წარმოადგენს, რომ მიზიდულობის ძალა იმხელა აქვს, რომ მისგან ვერანაირი მატერია ვერ აღწევს თავს, ანუ ყველანაირ მატერიას თანთქავს, მიიკრავს თავისთან და რატომ არის შავი, ხო? შავი ხვრელი იმ მარტივი მიზეზის გამო ქვია, რომ სინათლის ნაწილაკებიც კი ვერ აღწევენ მისგან თავს. შესაბამისად, შორიდან რო შევხედავთ, ის არის სრულიად ბნელი და მას რაც არ უნდა მიუახლოვდეს, მათ შორის სინათლესაც კი ისე მიიკრავს, რომ იქიდან უკან ვერაფერი დაბრუნდება. მოკლედ, აი ასე წარმოიქმნება ეს შავი ხვრელები. ეს შავი ხვრელები შემდეგ ისეთ რაოდენობაში გარდაიქმნება, რომ ერთმანეთის მიზიდვას დაიწყებენ და ანუ საბოლოო ჯამში ნახეთ რა ლოგიკამდე მივდივართ, რომ ერთ თლიან მასად გადაიქცევა და აი სუსტად ეს ბუნების კანონზომიერება არსებობს, თლიან სამყაროში არსებულ მატერიას როგორც კი შეკრავს და მოექცევა ერთ წერტილში, სუსტად ეს ენერგია საჭირო იმისთვის, რომ კიდევ ხელმეორედ აფეთქდეს და კიდევ ერთხელ განიცადოს ეს დიდი აფეთქება. ის მასა სამყაროს რაც ქონდა ერთ წერტილში მოთავსებული, თუ კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ აფეთქებულიყო, შესაბამისად კიდევ ერთხელ რომ მოთავსდება, ეს ძალა საკმარისი იქნება იმ დიდი აფეთქებისთვის, რაც ისედაც მომხდარი არის. ხო და აი ამ ლოგიკით მივდივართ იმ მარადიული დაბრუნების თეორიაზე, რომ ეს არის ციკლი, ფეთქდება, ფართოვდება და ისევ უკან იზიდავს თავის თავს. პულსაცია ერთგვარი, აი რო წარმოვიდგინოთ ადამიანის გული რა, ფეთქავს და აი სამყაროც დაახლოებით, ეხა ეს მარტივი მაგალითი არა, რა თქმა უნდა რა, დაახლოებით ესეთი ლოგიკა აქვს. ეხლა ეს რა კავშირში არის მარადიულ ადამიანის დაბრუნებასთან? ჩვენ თუ წარმოვიდგენთ იმ ფაქტს, რომ ეს სამყარო ფეთქდება, ფართოვდება, ისევ თავის თავს მიიზიდავს და ისევ ფეთქდება, ეს რა თქმა უნდა იყოს მარადიული პროცესია. ეს მოხდა მარადიულად წარსულში და ეს მოხდება მარადიულად მომავალში. ეს კომბინაციები, ეს მარადიული გამეორების კომბინაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ეხლა როგორ განლაგებაცაა დედამიწაზე, მაგალითად, მე როგორი სახითაც ვარსებობ და თქვენ ვინც მიყურებთ, როგორი სახითაც არსებობთ, მარადიულად იარსებებთ. ყველანაირი კომბინაცია არსებობს სამყაროში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს კომბინაციები მარადიულად მეორდება, მარადიულად ფეთქდება სამყარო და ყველაფერი, რაც კი არსებობს, რასაც კი უარსებია, მარადიულად ისედაც არსებობს. ახლა დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.